სხვა სამყაროში ბრუნდები. დათო, აი იცი რა თვალები მიმდის აქეთკენ რა ხელში რო გიჭირავს და აი ეს მაინტერესებს ყველაზე ძალიან. შაშან როგორც თქვით 25 წელი შევისრულდა და ამასთან დაკავშირებით ჩვენ გამოვეცით ჩვენი ბოლო დისკი, ეს არის ჩვენი ყოველწლიურად ვატარებთ ხოლმე ესეთ საანგარიშო კონცერტს, რაღაც პაუზები კი ჰქონდა, მაგრამ და აქ არის მოთავსებული ბოლო 2 კონცერტიდან ამოკრეფილი მასალა დისკს ქვია ნადი. ეს ძველი ტრადიცია, როცა ერთ მეზობელს დანარჩენები მეზობლები როცა ეხმარებოდნენ და ეს რაღაცეთ უსასყიდლოდ რა თქმა უნდა და ეს პროცესი ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ თვითონ მუსიკაც ნადური სიმღერები, რომელიც აქ არის შესული, არის უძვირფასესი ქართულ საუნდში. კიდევ სხვა შუადღეს შეემატა ერთი დისკი. კი, ჩვენ კოლექცია გვაქვს. დადეთ. ძალიან დიდი მადლობა და ერთი რამე მინდა კითხოთ, რამდენად ხშირად მოგზაურობთ? იმიტომ რომ ყოველთვის მთელ სოფლიოში ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა ქართული ხალხური სიმღერა და მათ შორის საგალობლებიც. ჩვენ ადრე წელიწადში რამოდენიმეჯერ გვიწევდა მოგზაურობა. ეხლა შედარებით იკლოა მე, მაგრამ მაინც წელიწადში ერთხელ მაინც გვაქვს ხოლმე საზღვარგარეთული ტურნეები და თქვენ მართლაც ბრძანებთ ძალიან მსმენელის გულს ეხება ქართული ჰანგი. მიუხედავად იმისა, რომ მსმენელს უცხოელს არ ესმის ის სიტყვები, რომელსაც შენ მღერი ხარ, ხო ისინი მაინც გრძნობენ, აღიქვავენ ამ მუსიკის ესე ვთქვათ ღირებულებას და თქვენ წარმოადგენთ, აი ჩვენ გვინახავს კიდეც როგორ ტირიან და რატო ტირიან თვითონაც კარგად არიციან მუსიკა. დიახ. დიახ, ეს ქართული მუსიკის. უცხოელები. ეგეც ძალიან ხშირი არის, განსაკუთრებით ამერიკელები აქტიურობდნენ ადრე, მაგრამ ეხლა მოედო მთელს ქვეყანას და აი მე თუ სწორად მახსოვს, საფრანგეთში რაღაც კუნალობის კურსსაც კი უტარებენ ქართული ხალხური სიმღერებით. იმიტომ რომ და განა ესე იგი თვითონ მუსიკოს ადამიანებს, რომლებსაც რაღაც პრობლემები აქვთ აი ამ მუსიკით. კუთხის არის. არა, კუთხე ესე არ არის. მეგრული ნანა, მეგრულისკენ მიდის. მეგრული. იქნება და რაღაც როგორ არა. ყველა კუთხე. ჩვენს მუსიკას ეგ თვისება ნამდვილად გააჩნია. აი რამდენი პრობლემა ქონდა წინა 2 ბლოკში. და თერაპიისთვის და თერაპიისთვის ეხლა იქნება ეს იგი სულ ვამტკიცებ ამას, რომ მუსიკამ შეიძლება განკურნოს ადამიანი ნამდვილად. ოღონდ ეს მუსიკა უნდა იყოს ძალიან კარგი, იმიტომ რომ ჩემი პრინციპია, მუსიკა ან კარგია, ან ცუდია. და ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ გვინდა რომ შევასრულოთ ცოტა მოგრძო სიმღერა, ნადური, მაგრამ აი ესეთი სიმღერა, რომელიც ვთქვათ დაგვანახებს წარსულსაც, სიდიადესაც ჩვენსას, აი გლეხი კაცის მუშაობის პროცესში რა ჰარმონია ჟღერდა. ეს არის რაღაც ქართულ სიმფონიასაც ეძახიან ხოლმე ხშირად ნადურ სიმღერებს და ეს ერთ-ერთი მეორის მაყურებელო ვიმკურნალოთ ყველამ ერთად. მაშინ დავპატიჟეთ გუნდი სტუდიაში. ექიმების სტუდიაში. გთხოვთ რომ შევუერთოთ თქვენს კოლეგებს და სიამოვნებით მოგისმენთ. ფსიქოთერაპევტები, ქირურგები და ასე შემდეგ. ნებისმიერი დარგი. ჩემ შემთხვევაში ფსიქიატრები. ფსიქიატრები ყველას შეხვდებით. შენ არ შევესწრებოდ. არა მგონია.
Sagreba
გააკეთე ორი წუთი. არის, რაი. გვაქვს 2 წუთი. დათო დაბრუნდი. ძალიან დიდი მადლობა. როგორც ვამბობთ, რომ ჰაერი გჭირდება, იმიტომ რომ ვიცოცხლოთ, ეს გჭირდება, რომ დავრჩეთ ჩვენ ისინი, რაც ვართ, იცირისთვის პინდა გადაგიხადო მადლობა, რომ არანაირი პლაკატურობა ამაში არ არის. არანაირი კომერციული შეფერილობა ამაში არ არის და ეს არის გენიალური. და თქვენ ხართ ერთ-ერთი, თქვენ ხართ პირველი გუნდი, რომელიც ჩვენ მოვიწვიეთ, რაც მე აქ ტყუილად არ გამიკეთებია მე ეს. ნამდვილად, იმიტომ რომ ნამდვილი არ მაინტერესებს ვის ეწყინება და ვის არ ეწყინება, ეგ თვისება საერთოდ არ გამაჩნია. ხართ ნამდვილი თქვენ. უპირველესად ეკუთვნის ჩვენ წინაპრებს, რომელთაც ეს საუნჯე მოიტანა ჩვენამდე. თქვენ რომ ასე ინარჩუნეთ. იმ ხალხს, ვინც ეს ჩაწერა და ვინც ეს შეინახა და დღეს რო ჩვენ ამის შესაძლებლობა რო გვაქვს, ეს აღვადგინოთ და გავაცოცხლოთ. და მე პირობას გაძლევთ, რომ რაღაცა რამოდენი მithვეს მერე დათო მოვა სხვა პროექტით და სხვა თემაზე ვილაპარაკებთ. რაც შეეხება ქალბატონ ინოლა გურგულიას. ამის პირობას გაძლევ. დიდი მადლობა. რამდენიმე წუთი შევისვენებთ? და აჩიკო თეთრი ვარდებით, ესე გავუგონდები. და დავუგონდები ქალბატონ მანამენებს.